შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით, როგორც თავის დროზე ჯერ კონფლიქტი შევიდა რაღაც ჩიხში, რომ როგორ უნდა გაგრძელებულიყო არავის არ ესმოდა, ეხლა მოლაპარაკებები შესული ჩიხში, როგორ უნდა გაგრძელდეს ის არავის ესმის. მე დასაწყისშიც ვახსენე, ხო, თუ ეს ომი რო დაიწყო, რომ ოპტიმალური ვერსია მორიგების იქნებოდა ზუსტად ეს, რომ რეგიონის სამხედრო ნეიტრალიზაცია მოდეს ბჭყალებში დავარქვათ და აი ჰორმუზის სრუტეზე აი პეტროდოლარის სისტემის ამოქმედება, ამით ყოფილი იქნება თვითონ მონარქიებიც, რომლებიც გაყიდიან ნავთობს, შეუძლებლად გაიხსნება. შეერთებული შტატების ბჭყალებში ყოფილი იქნება, რომ რაღაც დოლარში გაიყიდება ეს ნავთობი და ირანის ყოფილი იქნება, რომ რაღაც ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა აღარ იქნება. ეს არის ოპტიმალური ვერსია. შემოსავალი შეუვა ირანს გატარებას. მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 52 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში 102-სა და 3-ზე. ასევე ცხადია, როგორც ყოველთვის შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, ჩართეთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ხოლმე სიახლეები და Facebook-ზე, TikTok-ზე დაგვიმეგობრდით, ასევე მოგახსენებთ, რომ გვაქვს არხი Spotify-ზე, სადაც შეგიძლიათ აუდიო ვერსიას მოусმინოთ ხოლმე ჩვენი გადაცემის. არა მხოლოდ ამ ჩვენი მიმოხილვის, არამედ ზოგადად ჩვენი გადაცემებისა და ყველა ჩვენი კონტენტისა, რომელიც ჩვენს, ასე ვთქვათ, ინტერნეტ პლატფორმებზე იდება ხოლმე. მოკლედ ეს არის 52 პარალელი საერთაშორისო მიმოხილვა და წარმოგიდგენთ შოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე. დღესაც გავაგზავნებთ იმ საერთაშორისო მოვლენებზე საუბარს, რომელიც ძირითად ყურადღებას იპყრობს, როგორც ჩვენსას, ასევე ჩვენი საზოგადოებისას. პირველი, მე მგონი შოთა დღეს 1 მაისია, გილოცავ 1 მაისს, შრომელთა საერთაშორისო დღეს და 1 მაისი მეორენაირად კიდევ ანუ თანამედროვე მიმდინარე პროცესში არის ძალიან საინტერესო თარიღი იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა გამოაცხადეს, რომ დღეიდან, ანუ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს, მაგრამ თქვენს რომ 1 მაისიდან დატოვებდნენ OPEC-სა და OPEC+. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ესე ვთქვათ, აერთიანებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, ყველას არა. ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს, ყველას არა, თუმცა არსებობს OPEC+, სადაც რაღაცა უფრო მეტად გაფართოვებული ფორმატია, არსებობს შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით და კვოტებთან დაკავშირებით განსაკუთრებით, რამდენს მოიპოვებენ და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში არეგულირებს ხოლმე ფასებს ნავთობის ბაზარზე. მიმდინარე პროცესი სხვა შორის ესეთი ესე ვთქვათ განმარტება იყო ამასთან დაკავშირებით წავიკითხე ერთ ადგილას, რომ ეს დრო სპეციალურად იყო შერჩეული ემირატების მხრიდან, იმიტომ რომ მიმდინარე პროცესი, ანუ ის უკვე არსებული კრიტიკული პროცესი თუნდაც ნავთობის ბაზარზე, გლობალურ ნავთობის ბაზარზე, ესე ვთქვათ გაატარებდა უფრო მშვიდად მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არსებობს ის რაღაცა ორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემები, ნავთობის მაღალი ფასია ამ წუთას, მიუხედავად მათი განცხადებისა, გუშინ ნავთობმა 4 წლის პიკსაც მიაღწია. და შესაბამისად ელიან, რომ ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება უფრო გავლენას იქონიებს მას შემდეგ, რაც ვთქვათ, ეს კრიზისი დასრულდება და გადაადგილება, ვთქვათ, იმავე სრუტეში შესაძლებელი იქნება უფრო კი არ გამარტივდება, უბრალოდ გაიხსნება ეს გადაადგილება და ნავთობის მიწოდება აღდგება, ვთქვათ. როდის მოხდება ეს ამბავი ჯერ არავინ არ უწყის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ემირატების ამ გადაწყვეტილების ეფექტი ამ წუთას ვერ შეიგრძნობა, სწორედ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე. თუმცა მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ამას კონდეს, რა ეფექტი ამას შეიძლება კონდეს მომავალში, მას შემდეგ რაც ეს მიმდინარე კრიზისი გადაილახება, ესე ვთქვათ, მინიმუმ ნავთობის ფასებზე საკმაოდ ესეთი გავლენა შეიძლება იქონიოს კლებასთან მიმართებაში. რას ფიქრობ, რა არის ამის ძირითადი ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ემირატებს ადრეც ჰქონდა ამგვარი სურვილი, უბრალოდ აეხლა ნახა ეს ყველაზე კარგი მომენტი იმისთვის, რომ განახორციელებინა. ამ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური ამხსნელები, ორივეს შევეხები. ეკონომიკური ამხსნელი არის ის, რაც ბოლო
კვირებში ხდება რეგიონში. ჩვენ თუ ჩავხედავთ ირანის სარაკეტო და დრონების თავდასხმების რაოდენობას, აი ამ სამიზნე ქვეყნების მიმართ, შეიძლება ვთქვათ, რომ ისრაელთან ერთად ირანი ომს აწარმოებდა გაერთიანებულ არაბთა საემიროებთან დაახლოებით 2500-მდე რაკეტა და დრონი ესროლეს ემირატებს, რომელიც რამდენჯერმე მეტია ვიდრე დანარჩენებს. უბრალოდ კითხავე, ტექნიკურად იმიტომ რომ ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურა ამერიკის აქ იყო განთავსებული, თუ სხვა მიზეზებიც ჰქონდა ამას ყველაფერს. აი გუშინ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ ფარულად ისრაელმა ეგრეთ წოდებული Iron Dome რკინის გუმბათი განალაგა გაერთიანებულ საემიროებში, რაც იმას მიანიშნებს, რომ საემიროებს უკვე წლები აქვს საკმაოდ კომპლექსური ურთიერთობა ისრაელ-ამერიკულ ღერძთან. და ემირატები მოიაზრებოდა თავარ დასაყრდენ ძალად სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ისიც არ უნდა გვაუწყდეს, რომ საემიროები იყო ის მთავარი ქვეყანა, რომელიც იყო გამტარი ეგრეთ წოდებული აიმეკის გზის ინდოეთი ახლო აღმოსავლეთი ევროპა, ხო? და ესეთი ისრაელ საემიროების ესე ვთქვათ დამაკავშირებელი გზა უნდა გაკეთებულიყო საუდის არაბეთზე და საუდის არაბეთზე იყო თელი წნეხი, რომ ჩართულიყო ამ პროექტში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საემიროები იყო ყველაზე მეტად ინტეგრირებული აი ამ როგორც ვახსენე ამერიკულ ებრაულ ღერძში ირანის წინააღმდეგ. ეს ბუნებრივია, ხა ალბათ იცოდა ირანულ დაზვერვისთვის ეს ცნობილი იყო. ჩვენ ასევე ვნახეთ ის, რომ საკმაოდ თვითონ სამხედროების საკმაოდ დიდი კონტინგენტი თუნდაც რაღაც გენერალიტეტის ნაწილი ამერიკული იყო აი ამ განლაგებული დუბაისა და აბუ-დაბის სასტუმროებში და სასტუმროებზე რო ხდებოდა თავდასხმა, ეს არ ხდებოდა იმიტომ რომ რაღაცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიეყენებინა ზიანი ირანს, არამედ კონკრეტული ტურისტული სეზონი ჩაეგდო დუბაიში. ალბათ ეს ხდებოდა იმიტომ რომ კონკრეტული ინფორმაციები არსებობდა, რომ ამ სასტუმროებში ცხოვრობდნენ სამხედროები. ხო, თავარი მიზეზი ეს არის, რომ ომის თავარი მსხვერპლი გამოდგა გაერთიანებული საემიროები, შეიძლება ესე ვთქვათ, და დუბაის და აბუ-დაბის საინვესტიციო გარემო საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა და ჯერჯერობით არ ჩანს პერსპექტივა, რომ ის რაღაცა სტატუს quo აღდგეს, რაც იყო ომამდე, აი ამ ქალაქების განვითარების მიმართულებით და რაც თავარია, არც შეერთებული შტატები და ისრაელი პირდება ამჯერად აი ამ საინვესტიციო კაპიტალის ჩადებას, ანუ დაბრუნებას დუბაიში. ასე ვთქვათ, ამან შექმნა საკმაოდ კრიზისული ეკონომიკური სიტუაცია, ანუ ეძახიან ეს დუბაის პროექტი როგორც ასეთი, დუბაის პროექტს აქვს ასე ვთქვათ ეგზისტენციალური გამოწვევა, საემიროები კარგავს შემოსავლებს და ამიტომ გადაწყვიტა ალბათ სახელმწიფომ, რომ გამოვიდეს ოპეკიდან, რომელიც უზღუდავს მას ნავთობის რაოდენობების გაყიდვას თავისივე რომ მან აირჩიოს ფასი, რა ფასში გაყიდოს, მოდი ესე უხეშად ვთქვა. ფასი და რაოდენობა, ანუ რაოდენობა შემდგომ განსაზღვრას ბუნებრივია ფასი. და შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ ის, რომ ამიერიდან საემიროები თავისი ნების მიხედვით მოიპოვებს ნავთობს და თავისი ნების მიხედვით გაყიდის ნებისმიერ ვალუტაში ნებისმიერ მყიდველთან. სავარაუდოდ კი არა, დიდი ალბათობით ეს იქნება გაზრდილი მოცულობები დაბალ ფასში. ანუ ეს საბაზრო ფასზე დაბალ ფასში გაყიდის, რადგან შემოსავლები, ასე ვთქვათ, ან რაღაცა საბიუჯეტო დანაკლისი მაინც ამოავსოს საემიროებმა. და ასე ვთქვათ, თავარი ესეთი პოლიტიკური ამ შემთხვევაში ნაწილი აქ მდგომარეობს საუდის არაბეთთან დაპირისპირებაში. ოპეკში თავარი ძალა აქ იყო საუდის არაბეთი ყოველთვის. ის განსაზღვრავდა ოპეკის პოლიტიკას, თუ რა მოცულობები, რა მარჟებით უნდა გაიყიდა ამ წევრ ქვეყანას ნავთობი და შესაბამისად დადგენილი იყო ფასი. უკვე ბოლო წლებია ჩვენ წინა ერთ-ერთ პოდკასტშიც ვახსენეთ, რომ არსებობს პოლიტიკური დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის, პოლიტიკური კონკურენცია. ის მოცემულობა, რაც არსებობდა აწლეულების წინ, რომ მაგალითად საუდის არაბეთი იყო დიდი ძმა სპარსეთის ყურის მონარქიებში, ეს მოცემულობა ბოლო აწლეულებში შეიცვალა. მოგეხსენებათ ხო, ხა ეს ორი ქალაქი, დუბაი და აბუ-დაბი, რამდენიმე სადღაც 30 წლის წინ არაფერი იყო და დღეს რეალურად ყველაფერია, ხო?
ამიტომ ეს დიდი ძმის კომპლექსის დაძლევას ცდილობდა საემიროები და კონკურენცია შედიოდა და აღარ სურდა რაღაცა აი ამ რეგიონის პოლიტიკის გამსაზღვრელი ყოფილიყო მხოლოდ საუდის არაბეთი. ეს დაპირისპირება ვლინდებოდა თუნდაც ამ ორგანიზაცია OPEC-ში არსებობს ასო ინფორმაციები რომ არ ღვევდა კიდევაც საემიროები ამ OPEC-ის მიერ დაწესებულ რაღაცა კვოტებს და ცდილობდა რომ მეტი გაეყიდა არ ემორჩილებოდა ამ შემთხვევაში რიაც და ეს ვლინდებოდა აი რეგიონულ პოლიტიკებში თუნდაც ეს იქნებოდა იემენის ფრონტი სადაც ისინი დაპირისპირებულები იყვნენ სამხრეთ იემენში საემიროებს ყავდა საკუთარი ესეთი გასამხედროებული დაჯგუფება რომელიც აკონტროლებდა ამ ტერიტორიას კონკრეტულად ქალაქ ადენს სამხრეთის ტრანზიციული საბჭო და ბოლო აი დეკემბერ-იანვარში მოხდა აი ამ სამხრეთის ტრანზიციულ საბჭოსა და საუდის არაბეთის ეგრეთ წოდებულ პროქსი ძალებს შორის დაპირისპირება რამაც გამოიწვია ის რომ საემიროების ეს სამხრეთის ტრანზიციულ საბჭო დამარცხდა და მთლიანად დღეს სამხრეთ იემენზე აქვს კონტროლი საუდის არაბეთის დაქვემდებარებულ სამხედრო ჯგუფებს დაპირისპირების ფლანგი არის უკვე მეზობელი დავარქვათ ესე რეგიონული მეზობელი სუდანში, აქაც არის სამოქალაქო ომი, სადაც ერთ მხარეს არის საუდის არაბეთის მხარდაჭერილი ესეთი გენერალი მუჰამედ ალ-ბურჰანი, მეორე მხარეს არის აჯანყებული მუჰამედ დაღალო, რომელსაც მხარს უჭერს და აფინანსებს და ასევე შეიარაღებას აძლევს საემიროები. სუდანის მნიშვნელოვანი ქვეყანა ეს რესურსული აკუმულაციით ოქრო ამოაქვთ ამ სახელმწიფოდან. ისიც უნდა ვახსენოთ რომ დუბაი იყო სოფლიო ოქროს ბირჟა, მოდი ესე ვთქვათ. და საჰელის რეგიონი და ზოგადად საემიროები ცდილობდა რომ გაეტანა ეს რესურსი პრაქტიკულად მიზერულ ფასში და შემდგომ მისი გადამუშავებით რაღაცა რამდენიმე ჯერ ზუსტად გაეყიდა დუბაიში. ეს დაპირისპირება, რესურსული დაპირისპირება საჰელში არსებობს საუდის არაბეთსა და საემიროებს შორის, იემენი ვახსენეთ და ასევე შეიძლება აქ ჩავთოთ ურთიერთობა ირანთან, ხო? როგორც ვახსენე, საემიროები იყო, ანუ თლიანად ფსონს იყო ჩამოსული ირანთან წინააღმდეგობაში და იყო ასე ვთქვათ ისრაელ-ამერიკულ ღერძის მონაწილე, ხოლო საუდის არაბეთს მაინც სურდა რაღაცა ურთიერთობის გარკვეული რესურსი შეენარჩუნებინა ირანთან და გარკვეულ ფორმატებზე შეთანხმებული იყო ეს გამოვლინდა კიდევაც 2023 წელს, როდესაც ჩინეთის მოდერაციით შედგა გარკვეული შერიგება. და ესეც ვახსენეთ რომ აი კონკურენციაში გამოიხატებოდა საუდის არაბეთის პროექტები მომავლის ქალაქების მშენებლობა წითელ ზღვაზე იგივე ეს ნეომის ქალაქი რომელსაც კონკურენცია უნდა გაეწია დუბაისთვის, ხო? მაგრამ თუმცა ეს პროექტი უკვე საფრთხე ემუქრება ის რა ზომითაც უნდა აშენებულიყო ეს ქალაქი და რა საინვესტიციო ესეთი მოცულობებით უნდა დატვირთულიყო ეს პერსპექტივა დღეს უკვე აღარ არსებობს და მით უმეტეს ახლა ამ მოცემულობაში, როდესაც უკვე ომი არის რეგიონში, როდესაც ისრაელი ყოველდღიურად დიდი ისრაელის პროექტს მედიაში ავრცელებს, რომელიც ნაწილობრივ ხდება იმ გარემოში, სადაც ეს ქალაქი შენდება, ეს არის დაახლოებით აქაბას სრუტე, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ისრაელთან, ხო? ეს პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირება არსებობს, კი არა და გარემოებები არსებობდა, თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საემიროებს აქვს ამ შემთხვევაში ერთი პლუსი, თუ რუკას ხედავთ, მას აქვს სპორტი ომანის ყურეზე და არა, ანუ არ ჭირდება მას ჰორმუზის სრუტის გავლა, ეს არის ფუჯეირას სპორტი, თუმცა იმ ბუნებრივია იმ მოცულობებს ვერ გაყიდის ამ პორტით, რასაც აქამდე ყიდდა. ეს ფუჯეირას სპორტი საკმაოდ ხშირი სამიზნე იყო ამ ომის განმავლობაში ირანელების მხრიდან და ანუ მთელი გათვლა ამის არის აი ამ პორტზე, რომ არსებობს აბუ-დაბი ფუჯეირას ნავთობსადენი, რომ მაგალითად ამ ნავთობით შემდგომ გაიტანონ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი. თუმცა თუ ომი განახლდა, მე ვარაუდობ, რომ საემიროები აი ამ გადაწყვეტილებით იქნება კიდევ უფრო სუყე ბჭყალებში სამიზნე ირანული თავდასხმების და კონკრეტულად ეს ფუჯეირას სპორტი. ხო, შენ აი სწორედ ეგ ამბავი არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რა ესე ვთქვათ, რა გეოპოლიტიკური გათვლით გააკეთა ეს ყველაფერი საემიროებმა, იმიტომ რომ იმაზეც იყო საუბარი, რომ ამერიკის რაღაცა ესე ვთქვათ როგორ ვთქვათ, დახმარებით კი არა ამერიკის
აი ამ ხელისკვრის გარეშე არ მოხდებოდა ეს გადაწყვეტილებაო ამერიკელების რაღაცა თქვათ იმედი იმისა რომ ისინი რაღაცა დაეხმარებიან რაღაცა პროცესში ამის გარეშე ემირატების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ მაგრამ ახლა რომ შევხედოთ აი სიტუაციას ხო პრინციპში შენ კი ახსენეს ფუჯეირა სპორტი მაგრამ ერთი რომ ასევე როგორც ახსენე მას მცირე გამტარუნარიანობა აქვს და მეორეს მხრივ ეს ყველა მე რო მართლაც მის გეოგრაფიას რო დახედო, საემიროების გეოგრაფიას რო დახედო, მას ყველა ვარიანტში სჭირდება სპარსეთის ყურის ასე ვთქვათ სანაოსნო პოტენციალის გამოყენება, თუ მას მართლა უნდა ვთქვათ საკუთარი ასე ვთქვათ მოპოვების გაზრდა და უფრო მეტი ნავთობის გაყიდვა გლობალურ ბაზარზე, ხო? შესაბამისად, ერთის მხრივ ის ჩაკეტილია საუდის არაბეთით ასე ვთქვათ, სახმელეთო და მით უმეტეს არც არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელსაც სახმელეთო საშუალებით შეიძლება გაიტანოს საკუთარი ნავთობპროდუქტები და მეორეს მხრივ მცირე რაოდენობას ფუჯეირათი, მაგრამ მაინც მოუწევს ჰორმუზის სრუტით გავლა. ანუ რა მოლოდინი შეიძლება კონდეს მას იმისა, რომ როგორ დაალაგდება ახლა ეს ყველაფერი ისე, რომ მან არათუ ომამდელი რაოდენობა, არამედ გაზრდილი რაოდენობა გაყიდოს გლობალურ ბაზარზე. ხო, თვითონ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია გამოწვევას უქმნის ორგანიზაციას, იმიტომ რომ ექსპორტით სპარსეთის ყურის მონარქებში მესამე ადგილზე იყო, საწვავის ექსპორტით ზოგადად ემირატები და როდესაც ამ დონის მოთამაშე გადის და საკუთარ ფასს უფრო დაბალს აწესებს, შესაბამისად ორგანიზაციაც რაღაც იძულებული ხდება, რომ უფრო დაწიოს ფასი ეს ნავთობის, ხო? შენ რაც ახსენე, ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ წლებია უკვე დონალდ ტრამპი იძახის, რომ ოპეკი არის რაღაცა ორგანიზაცია, კარტელური ორგანიზაცია ხამას არავინ არ მართავს, მთელი შინაარსი ოპეკის ეგაა, რომ კარტელური ორგანიზაცია და რომ არ მოსწონს ამ ორგანიზაციის პოლიტიკა და რაღაცა ცდილობს, რომ გარკვეულწილად შეიტანოს დაპირისპირება ამ ორგანიზაციაში. ეს გადაწყვეტილებაც მიანიშნებს, აი რაც ვახსენე, ებრაულ-ამერიკული ღერძის ნაწილად ყოფნას აბუ-დაბის დედაქალაქის და ისიც უნდა ვახსენო, რომ პრაქტიკულად მაქსიმალისტურ ფსონს ჩამოვიდა, რომ ეს ომი განახლდება ირანის წინააღმდეგ და ეს ჰორმუზის სრუტე ადრე თუ გვიან გაიხსნება. დაახლოებით ესე შეიძლება გავხსნათ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, დუბაის და აბუ-დაბის პორტები პრაქტიკულად ფუნქციო ხდება, ხო? მთელი ფსონი, როგორც ვახსენეთ, არის ჩამოსული ამ ფუჯეირას პორტზე. მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილება საკმაოდ არ მოეწონებათ თვითონ სპარსეთის ყურის მონარქიებს, იქნება ეს ყატარი, ბაჰრეინი თუ კუვეიტი, საოცარბეთი რო არ ჩავთვალო და საომავლოდ შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა ამ მონარქიების მხრიდან. მაგალითად დაუდასტურებელი, ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საემიროები არის პრაქტიკულად კონფედერაცია 7 საემიროს გაერთიანება, რომელსაც მართავს ორი როტაციის პრინციპით აბუ-დაბის და დუბაის ემირი, იმიტომ რომ ორი ყველაზე დიდი საემიროა, დანარჩენი 5 მცირეა, მაგრამ რაღაცა დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელა, რომ ერთი საემირო აპირებს, რომ დატოვოს საემიროები, ეს შარჯას საემიროები. თუმცა ეს რაღაცა ისეთი არ დადასტურდა ეს ინფორმაცია. ანუ თუ ომი არ გაგრძელდა ისე, როგორც რაღაცა ამერიკული პერსპექტივით, თუ მსგავსი სცენარი, მსგავსი სტატუს-კვო შენარჩუნდა, მაშინ ეს პოლიტიკური წნეხი საემიროებზე გაიზრდება და გაზრდის მისი მეზობლები, რომ მან შეცვალოს წნეხი, იმიტომ რომ ქვეყანას პირველ რიგში უწევს ანგარიში გაუწიოს მის გეოგრაფიას, სამდებარეობს და ვინ არის მისი მეზობლები, ხო? ეხლა კი შეიძლება არის შეერთებული შტატები რაღაცა ჯერჯერობის ეს სახელმწიფო, თუმცა ამ მოცემულობაში ეს ემირატებისთვის დიდად არაფერს არ წვეთს. კი ბატონო. მოკლედ, როდესაც ეს გადაწყვეტილება გაჟღერდა. დავამატო, ეხლა რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა სპარსეთის ყურის მონარქიების საბჭო, ეგრეთ წოდებული GCC და საემიროებმა არ გაუშვა უმაღლესი თავმჯდომარის პირი ემირი და ამ ღონისძიებაზე და ასევე არ გაუშვა წარმომადგენელი ომანმა. და საპირისპიროდ ომანის მეფე რაღაც ერთ-ერთ რეგიონში, იემენის მოსაზღვრე რეგიონში ჩავიდა
ასე ვთქვათ, מחვილით სპეციფიკური ტრადიციული ხმლები აქვთ, ეს მოხრილი ხმლები ამ რეგიონის წარმომადგენლებს, რომელიც ნიშანი იყო იმის, რომ გარკვეულწილად სხვა მონარქიების პოლიტიკებს ომანი არ ეთანხმება. რომ მას აქვს, ასე ვთქვათ, სხვა დამოუკიდებელი პოლიტიკა, ომანი ზოგადად გამოირჩევა ნეიტრალური პოლიტიკით და ირანთან შედარებით ნეიტრალური ურთიერთობებით და ის არ არის ამ ომის მონაწილე და ომის დასაწყისში იყო რამდენიმე დრონი რაღაცა შეფრინდა თუ შემთხვევით მოხდა რაღაცა ომანის ტერიტორიაზე და იმის შემდგომ არც მომხდა რაღაცა თავდასხმა. ანუ გარკვეულწილად შიგნით არის უთანხმოებები ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში და მეტწილად აი ეს დინამიკა ამ მათი ურთიერთობების განპირობებული ამ ომის სცენარით თუ როგორ გაგრძელდება ის. კი ბატონო, არის ასეთი, ასე ვთქვათ, პროგნოზიც, რომ ამ გადაწყვეტილებას, საემიროების ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოყვეს რაღაცა გარკვეული დომინოს პრინციპი და გარკვეული ქვეყნებმა დატოვონ ეს შეთანხმებები, როგორც ოპეკის ისე ოპეკ პლუსის, მათ შორის ყაზახეთი იყო ნახსენები, რომელსაც ასევე აქვს რაღაცა განცხადებული თუ არა, ყოველ შემთხვევაში საუბრობენ იმაზე, რომ აქვს სურვილი, რომ რაღაცა ამ რეგულაციებს არ ექვემდებარებოდეს, რომელსაც აწესებს ეს ორგანიზაცია. და ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, ქვეყანა, რომელზეც საუბრობდნენ, რომ შეიძლება დააზარალოს ამ პროცესმა, იყო რუსეთი, რომელიც ახლობით ამჟამად 25% დაახლოებით მოდის ნავთობიდან შემოსულ, რომლის ბიუჯეტის 25%-იც მოდის ნავთობიდან შემოსულ და ნავთობპროდუქტებიდან შემოსულ ხარჯებზე, ესე ვთქვათ, ხო? შემოსავლებზე. თავის მხრივ თითქოს რაღაცა პერიოდი საემიროებს არ ქონდათ ცუდი ურთიერთობა რუსეთთან, ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული კონტაქტი და გამორჩეული ურთიერთობა იყო. მოკლედ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს რუსეთისთვის? შეიძლება თუ არა რუსეთი ჩაერიოს რამენაირად ამ პროცესში და რაღაცა ვთქვათ, არ ვიცი, ის ისედაც რაღაც გარკვეული არის ამაზე საუბარი, ეხმარება ირანს ამ შემთხვევაში, თქვა უფრო მეტად დაეხმაროს მაგალითად იმავე სრუტის შეკავებაში თუ და ასე შემდეგ. ანუ მის ინტერესში გარკვეული თვალსაზრისით ის ფასი, რომელიც ახლა ნავთობაზარზე შედის. რუსეთი არის OPEC+ ფორმატის წევრი, ეს პლუსი არის რუსეთი OPEC-ში. ხო, ბუნებრივია გარკვეულწილად ფასზე იმოქმედებს ემირატების გადაწყვეტილება, თუმცა ფასი იმდენად არის გაზრდილი, ახსენე კიდევ სადღაც $120 ავიდა ბრენტი ბარელი. ანუ იმ დონეზე მაინც ვერ დაიწევა ნავთობის ფასი დაახლოებით ომამდე იყო $75 ფარგლებში. 75-80 ფარგლებში. ხო, ეს მერყეობდა, რომ აი ამ თანხას დაუბრუნდეს. თან ისიც უნდა დავამატოთ ამას, რომ თვითონ რუსულ ნავთობსაცავებზეც ხდება თავდასხმები, რაც ან ნავთობ ბაზარზე დეფიციტს ქმნის ნავთობის. ანუ ეს გარდაულად იწევს მაინც ნავთობის ფასზე, ანუ ზემოქმედებს, ხო? შენ სწორი ახსენე, საემიროებთან რუსეთს ჰქონდა კარგი ურთიერთობა, აი ომის განმავლობაში თუ გახსოვთ, მე მგონი ესტუმრა კიდევაც პუტინი საემიროებს, იმიტომ რომ საემიროები ეხმარებოდა რუსებს სანქციების თავიდან არიდებაში და საერთაშორისო ვაჭრობა და ან ლეგალურად, არალეგალურად, ასე ვთქვათ, საემიროები ამაში ეხმარებოდა და რაც თავარია, სავარაუდოდ ის იყო ფინანსური კაპიტალის დაცვაც ხდებოდა დუბაის და აბუ-დაბის, ბირჟები, ფინანსურ ბირჟებზე. ესევე ისიც უნდა ვახსენოთ, ახლა მე აფრიკაც ვახსენე, მალიში როგორც მოგეხსენებათ, არის, ასე ვთქვათ, შეიძლება რუსული უსაფრთხოების ქოლგა იცავს, მოდი ასე ვთქვათ, მალის და ბოლო წლებში აი ამ რუსული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ემირატებს გააქვთ ოქრო მალიდან. ანუ ეს გარკვეულწილად აი ეს სავაჭრო კონფიგურაცია არის შექმნილი ამ ორ ქვეყანას შორის. თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ ის არ დატოვებს OPEC+, ის ანგარიშს უწევს. მარტო დარჩება.
ეს პლუსი დარჩება დანარჩენი ოპეკი აღარია. ნუ არ ამგონია სხვა ქვეყნებმა დატოვონ ეს ორგანიზაცია, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის არავის აწყობს ამ შემთხვევაში კიდე ნავთობის ფასის გაიაფება. მე ისიც არ მესმის თავად საემიროებს რატო აწყობს ნავთობის ფასის გაიაფება, იმიტომ რომ ნავთობის ფასი ჩამოვარდება მით უმეტეს იმ ეკონომიკურ მოცემულობაში, რომელიც წინაშე აღმოჩნდა, აი ხლა აი ამ ომის გამომდინარე, ხო? თუ ძალიან გაიაფთება ნავთობის ფასი, უბრალოდ რა შედეგს მიიღებს? არა, ისე ვერ გაიაფთება, რომ ის მოგება არ დარჩეს. არა, მოგებას კი დატოვებს, მაგრამ უბრალოდ მოცულობების გაზრდა უნდა, რომ მოცულობების გაზრდის ხარჯზე, თუ მაგალითად ეხა $120 არის, ხო? ბარელი 100-ად რო გაგიდოს. საინტერესო რამდენად შეძლებს იმის დაკომპენსირებას, რასაც სხვა სფეროში, ესე იგი ზარალს ღებულობს. ეს კი მაინც აქ შეიძლება შეერთებული შტატების ფაქტორიც იყოს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ადმინისტრაციას არ აწყობს მაღალი ნავთობის ფასი და ანუ ანგარიშს უწევს ამ შეერთებული შტატების შეიძლება ეს გაიცვალა გარკვეულწილად რაღაცა საინვესტიციო პაკეტებში შეერთებულ შტატებთან. ალბათ გახსოვთ რომ 2 თუ 3 კვირი, არა 2 კვირის წინ იყო დაახლოებით, რომ ემირატებმა მოსთხოვა შეერთებულ შტატებს დოლარის დოლარზე წდომა თუ არა და ის გაყიდა იუანში ნავთობს. შეიძლება აი რაღაცა აი ამაში გაიცვალა ეს გადაწყვეტილება, ხო ახლა ღიად ამას იქ იმასაც საუბრობდნენ, რომ ტრამპს ძალიან ჭირდება ახლა ფასის დაწევა წინასაარჩევნოდ, რომ რაღაც საწოლზე ფასი შემცირდეს. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ფასი ამ მომენტისთვის კი არ გაზრდილი, მაგრამ სამხარეულო ბაზრებზე ჯერ ეს ფასი არ მოქმედებს, იმიტომ რომ ის ტანკერები რა ფასი, ანუ რაც ეხა გაიყიდა ნავთობი, აი ეს ტანკერები, ამ ტანკერებს უნდა საშუალოდ 2-3 თვე ჩავიდნენ ადგილზე. ანუ ფასი ძვირი იქნება სადღაც ზაფხულის შუა პერიოდში. ხო, ნუ ეხა მოლოდინებით უკვე გაზრდილია ფასი, მაგრამ ნუ მე კიდევ უფრო იზრდება, კი ბატონო. ხო, ეს არის რა, ანუ როცა ამ ფასად ნაყიდი ნავთობი მიაღწევს თავის დანიშნულებისად, ხო, კი ბატონო. პერსპექტივა ცუდია, ხო. კი ბატონო. კი, არ არის მთლად ესეთი სახარბიელო მოლოდინები ამ თვალსაზრისით და მოდი კარგი გადავიდეთ ახლა ამ ამბავზე რა რესურსი ჩანს კონფლიქტის გადაჭრისა, იმიტომ რომ პირველ დავიწყოთ იმით, რომ აბას არაღჩის რამდენიმე ვიზიტი იყო გასულ კვირაში, ესე იგი პაკისტანს, ომანს და ბოლოს რუსეთს ესტუმრა და პუტინს შეხვდა ამ ვიზიტის ფარგლებში. ნუ ჩანდა ალბათ ისეთ ქვეყნებს ესტუმრა, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული შუამავლობა კონფლიქტთან დაკავშირებით, ხო? გვახსოვს ომანის შუამავლობაც, გვახსოვს პაკისტანის შუამავლობაც, პოტენციური მოდერაცია კი ბატონო და ვიცით რა პუტინისა და ტრამპის ურთიერთობები აი ამ ვიზიტების განხილვას მერე მოყვა კიდეც პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარიც. მაგრამ ვიდრე სატელეფონო საუბარს გადავიდოდეთ, აი თვითთავად ეს ვოიაჟი, ასე ვთქვათ, არაღჩის რა შედეგები არსებობს, ასე ვთქვათ, რაზე ძირითადად რაზე მოხდა აქცენტები და რა გამოვიდა საჯარო სივრცეში, ასე ვთქვათ, ღია სივრცეში რა ინფორმაციები გამოვიდა. ნუ ირანის თავარი მოთხოვნა არის ის, რომ ის მოლაპარაკებებს დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი შეერთებული შტატები მოხსნის იმ საზღვაო ბლოკადას ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ არის თანახმა, ამ ფორმატში გააგრძელოს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. თუმცა ვიზიტი ისლამაბადში მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ან შუამავლის, ან პაკისტანის მეშვეობით ეს საუბარი ჭყალებში გრძელდება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ომანთან ვიზიტი ხო, სხვათა შორის ტრამპმა თქვა, რომ ესე იგი უკვე აღარ გვიწევს ეს 18 საათიანი გადაფრენებიო, ტელეფონითაც საუბრობთ. კი ბატონო, შორია საკმაოდ პაკისტანი შეერთებული შტატების. ხო, საიდან უფრო ახლოს არის ეს დასავლეთიდან უფრო ახლოს? არა, ატლანტიკის ოკეანიდან გაცილებით ხა წყნარი ოკეანე უფრო დიდია. ხო. ხო, ანუ ომანთან ვიზიტი შეიძლება ემსახურებოდა თვითონ ურთიერთობებს სპარსეთის ყურის მონარქიებთან, კი მაგალითად პირდაპირ კომუნიკაცია აქვს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ირანს, თუმცა შეიძლება ომანის მეშვეობით შეიძლება ეს იყო რაღაცა უფრო აქტიური ჩართვა, იგივე ვახსენე კიდევაც რომ იგეგმებოდა შემდგომ ეს GCC-ის შეხვედრა და შეიძლება იქ რაღაცა დაეყენებინა საკითხი ომანის გავლით ირანს, რომ რაღაც გარკვეულ
საერთო უსაფრთხოების სისტემაზე დაწყებული იყო საუბარი სპარსეთის ყურის გარშემო. და მესამე ეს იყო რუსეთში ვიზიტი ეს ემსახურებოდა რას რომ ამ დაპირისპირებაში გარკვეულწილად ძალთა ბალანსის ცვლილება შეიძლება ესეც აღვიქვა რომ თუ კი კონფლიქტი განახლდება მე მაგალითად აი მხარს მიჭერს რუსეთი შეიძლება ის აღმოჩნდეს ჩართული ამ კონფლიქტში ხო და ახსენა კიდევაც ხო პუტინმა რომ რაღაცა ის აღფრთოვანებულია ირანელი ხალხის გამძლეობით და მათ მიერ ამ სუვერენობის ხო შენარჩუნებით და მიანიშნა რომ შეიძლება ხო რუსეთი სხვადასხვა ფორმით იქნას ჩართული და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ირანს და შეიძლება დამატებით იწონა შეძინა მეორე ახსნა ეს მოდერაციას რომ შეიძლება თუ შეერთებულ შტატებს რაღაცა ისლამაბადის შორი ეჩვენება რაღაცა რუსეთი იყოს საომავლოდ აი ამ კონფლიქტში შუამავალი ხო სხვა ხა ასეთი ღიად ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოსულა ის რაღაცა გაყინული სტატუს კო ნარჩუნდება რომ მაგალითად თავდასხმები არ ხდება ერთმანეთზე თუმცა ეს ბლოკადები არსებობს ირანის ბლოკადა ჰორმუზის ცალკე და შეერთებული შტატების ბლოკადა მეორე მხრივ ამ ჰორმუზის ერთი ბლოკადა არა კლასა თუმცა აი ბოლო პერიოდში აი აქტიურდა საუბარი თვითონ შეერთებულ შტატებში რა სცენარით გააგრძელონ მათ მოქმედება აი ამ ირანთან მიმართებაში გამოდის ინფორმაციები რომ მაგალითად პენტაგონი და სამხედრო გენერალიტეტი წინააღმდეგია ომის განახლების იმიტომ რომ კონკრეტულად მიზნის მიღწევის რაღაც ცხადი გეგმა მაინც არ არსებობს თუმცა პოლიტიკური ჯგუფი მომხრეა ესკალაციის კონკრეტულად იგივე ეს ჰექსეტი თუნდაც შეიძლება თვითონ დონალდ ტრამპიც დონალდ ტრამპს თავაზობენ ამ ვერსიებს მან უნდა აირჩიოს ეს გადაწყვეტილება როგორ გაგრძელდეს თუმცა აი ეს საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელის გადადგომა თვითონ გენერალი კეინის სენატში და დაკითხვა თუ გამოკითხვისას მისი პასუხები მიანიშნებდა იმას რომ თვითონ ხო ანუ პენტაგონიც არ არის მეტწილად მომხრე რაღაცა აი ამ ესკალაციისთვის რომელმაც შეიძლება შედეგი ვერ გამოიყოს ხო და რომელმაც შეიძლება უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდოს შეერთებული შტატები აქაც ხო ასე გასათვალისწინებელია იგივე აი ამ რეგიონული მოკავშირეების ინტერესებიც იგივე საიმიროები ხო შეერთებული შტატების მთავარი ესეთი მოკავშირე რეგიონში რომელიც საკმაოდ მოწყვლადია მე ვახსენე აი დასაწყისში რომ თუ კონფლიქტი განახლდა შეიძლება ვთქვათ რომ ერთმანეთად აი საემიროების პროექტმა შეიძლება ის ვალიდური სახელმწიფო უკვე აღარ იყოს ხო იგივე თუ ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა თავდასხმა ირანმა იქნება ის აი ყადაღებული გამტკნარების სადგურები იგივე გაზის და ნავთობის სადგურები მაშინ ანუ საიმიროებში რა გადარჩა ხო აღარაფერი ხო იქ ახლა ტურისტი აღარ ჩადის ინვესტიცია აღარ იდება ხო ამიტომ აი რაღაც აი დილემის წინაშეა შეერთებული შტატები ანუ ამ შემთხვევაში კონფლიქტის დატოვებაც არ გამოდის იმიტომ რომ მარკო რუბიომაც ახსენა რომ ჩვენ ვერ დავტოვებთ ამ კონფლიქტს ისე რომ ჰორმუზის სრუტეზე კონდეს ტოტალური კონტროლი ირანს ანუ დღეს რეალურად ომის გამოსავალი არის ჰორმუზის სრუტეს მომავალი ანუ რა ფორმატში გააგრძელებს ეს სრუტე ოპერირებას თუ ამაზე შეთანხმდებიან დიდი ალბათობით ეს კონფლიქტი დასრულდება ამ ეტაპზე ხო მაგრამ შეიძლება ითქვას რომ გარკვეული თვალსაზრისით როგორც თავის დროზე ჯერ კონფლიქტი შევიდა რაღაც ჩიხში რომ როგორ უნდა გაგრძელებულიყო არავის არ ესმოდა ეხლა მოლაპარაკებები შესული ჩიხში როგორ უნდა გაგრძელდეს ის არავის ესმის ხო ესეც უნდა ვახსენოთ რომ მაგალითად ირანს აქვს მაქსიმალისტური მოთხოვნები რომელსაც განსაზღვრავს რევოლუციის გუშაკთა კორპუსი რეალურად შეიძლება რაღაცა პოლიტიკურ ლიდერშიპს სურდეს გარკვეულწილად რაღაცა ფორმაზე შეთანხმება იგივე არახჩის იგივე პეზეშკიანს თუმცა არსებობს აი ამ სამხედრო დანაყოფების ასე ვთქვათ ზეწოლა კონკრეტულად აიათოლა ზეწოლა ბოლოს გამოსცა ესეთი მიმართვა ირანელი ხალხის მიმართ და მან ესეთი საკმაოდ კვახე
ფრაზა ეწერა იქ, რომ შეერთებული შტატების ადგილი სპარსეთის ყურეში მხოლოდ წყლის ფსკერზეა და ანუ ეს მიანიშნებს იმაზე მიანიშნებს შეერთებულ შტატებზე თუმცა აგრესორი ნებისმიერი აგრესორის ადგილი წყლის ფსკერზეა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ირანის ანუ ასეთი წითელი ხაზი არის ის, რომ რეგიონში აღარ უნდა იყოს სხვა ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომ მან უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, რომ ეს სცენარი მომავალში აღარ იქნას დაშვებული, ამის გარანტირება სურს და შეიძლება ამ მიმართულებით რაღაცა თუ ეს მოხდა, მე დასაწყისშიც ვახსენე, თუ ეს ომი რო დაიწყო, რომ ოპტიმალური ვერსია მორიგების იქნებოდა ზუსტად ეს, რომ რეგიონის სამხედრო ნეიტრალიზაცია მოდეს ბჭყალებში დავარქვათ და აი ჰორმუზის სრუტეზე აი პეტროდოლარის სისტემის ამოქმედება, ამით ყოფილი იქნება თვითონ მონარქიებიც, რომლებიც გაყიდიან ნავთობს, ჩვეულებრივად გაიხსნება, შეერთებული შტატების ბჭყალებში ყოფილი იქნება, რომ რაღაც დოლარში გაიყიდება ეს ნავთობი და ირანის ყოფილი იქნება, რომ რაღაცა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა აღარ იქნება. ეს არის ოპტიმალური ვერსია. შემოსავალი შეუვა ირანს გატარებას. არა, გააჩნია თუ ირანმა ესეთი ორი პარალელური ფორმატი დაადგინა, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის ეს კანონი, რომ გარდა ამ მოსაკრებლისა, ის ქვეყნები, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ ომში ჩართული, ისინი დამატებით გადაიხდიან თანხას. შეიძლება ეს საერთო მოსაკრებელი აღარ იყოს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ კონფლიქტში, მათ გადაიხადონ ეს მოსაკრებელი. და ნუ რაღაცა ის, რომ მაგალითად ამერიკულ და ებრაულ გემებს აქ აღარ შეიძლებათ გასვლა, მით უმეტეს სამხედრო გემებს, მე მგონი ამაზე უარს არ იტყვის სამომავლოდ ირანი. კი ბატონო. ესე იგი მოკლედ აბას არახჩიძე სხვა შორის ესეთი რამე მინდოდა მეკითხა შენთვის, რომ ებრაულმა პრესამ სადაური არახჩია. არა, ებრაულმა პრესამ რამდენიმე დღის წინ დაწერა, მე მგონია რომ რაღაც შეიძლება ეს იყოს მცდელობა ესეთი საინფორმაციო კამპანიის წარმოების მცდელობა არახჩისა და დანარჩენ ისტებლიშმენტ შორის რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ დაპირისპირების გამოწვევისა, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ არახჩის და ფეზეშქიანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არის რაღაცა ტიპის უთანხმოება, ეს ორი უკანასკნელი ედავება მას იმას, რომ ის უფრო მეტად ასრულებს, ვთქვათ გუშაკთა ესე ვთქვათ გუშაკთა დავალებებს ვიდრე ვთქვათ საერო ხელისუფლებისას. რამდენად შეიძლება ის ასე იყოს, ანუ რამდენად შეიძლება ეს მართლაც ამ შემთხვევაში სულ უფრო მეტად რადიკალიზდებოდეს ირანული პოლიტიკა და მათ შორის ვთქვათ კაბინეტის წარმომადგენელი არახჩი იხრებოდეს მისკენ. ეხლა ესეთი ობიექტურ რეალობაში თუ განვიხილავთ, დიპლომატს ყოველთვის სურს, რომ რაღაცა საერთო ენა მონახოს რაღაცა მოწინააღმდეგესთან და შეიძლება მზად იყოს გარკვეულ დათმობებთან. თუმცა რეალობა ირანში ისეთია, რომ რეალობა აიძულებს მას, რომ იყოს ასეთი რა. ანუ დღეს ირანელი საზღვაო მოსახლეობა თვლის, რომ ეს ომი მოიგო ირანმა და მას არ აქვს არაფერი დასათმობი. გუშინაც ახლა უსმენდი ყოველდღიურად თეირანში 120 სხვადასხვა ადგილას იმართება მიტინგი. წარმოიდგინე ყოველდღიურად რაც ომი დაიწყო და ბოლოსაც იყო საკმაოდ დიდი მოცულობით მიტინგი და ნუ სხვა ქალაქებში ესეა. რევოლუციურ გუშაკთა კორპუსიც ეყრდნობა აი ამ მოსახლეობის დაკვეთას და ნუ ყოველთვის იყო ეს რადიკალური ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა წინააღმდეგობა, რომელიც აკავებდა ნებისმიერ რაღაცა მორიგებას ან დათმობებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. და ეხლა მით უმეტეს ამ კონფლიქტის შემდგომ მას არ ექნება სურვილი, რომ ეს დათმობის ნებელობა აღარ აქვს. ანუ ძალაუფლების ცენტრი არის ეს ორგანიზაცია დღეს. ძალაუფლების ცენტრი არ არის პოლიტიკური ნაწილი, იგივე პეზეშკიანი და იგივე არახჩი. ამიტომ მათ რომ ცურდეთ გარკვეულწილად რაღაც დათმობებზე წასვლა არახჩის და პეზეშკიანს, რეალობა მათ აიძულებს, რომ ვერ იზავენ ამას, მოკლედ, ხო? ნუ ყალიბაფიც მეტწილად ასე გამოხატავს აი ამ არსებობს ეს მოსაზრება, რომ პირადად მოშტაბა ხამენეიმ გადასცა ძალაუფლება ყალიბაფს, რომ ის იყოს თავარი მომლაპარაკებელი და მთავარი საკითხი განხილვის ამ ეტაპზე იყოს მხოლოდ ბირთვული მომავალი ირანის, ხო? ასევე ბოლოს მოლაპარაკებებზე აი ისლამაბადში რომ მეორეჯერ ჩავიდა არახჩი, თქვა რომ
მოლაპარაკების საკითხები უნდა დაიყოს რამდენიმე ნაწილად. რომ მაგალითად ეხლა თავარი სასაუბრო თემა უნდა იყოს, ანუ პირველ ეტაპზე უნდა მოგვარდნენ ეს ქვეყნები აი ჰორმუზის სრუტის საკითხზე და შემდგომ ეს ბირთვული საკითხი და სხვადასხვა ტიპის საკითხები ეს უნდა იყოს შემდგომი ეტაპის მოლაპარაკებები, ანუ ჯერ უნდა განიმუხტოს ეს ომის რაღაცა კრიზისი და შემდგომ ანუ რაც აქამდე არსებობდა, ხო, მთელი ეს ამდენ წლიანი 20-25 წლიანი პროცესი მოლაპარაკების ბირთვulis, ну იმ მსგავსი ტიპის რაღაც სავაჭრო პროცესი გაგრძელდეს, ხო? ამას არ თანხდება შეერთებული შტატები, იმიტომ რომ რაღაც აქეთაც დონალდ ტრამპსაც რაღაცა მაქსიმალისტური მოთხოვნები აქვს. ყოველ მისი ტვიტი საინტერესო ტვიტი იყო, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიშლებით. ტვიტი არა, პოსტია. პოსტი ხო, ნუ მე Trust Social-ზე we are in the state of collapse. დამირეკა, ნუ ატყობინებენ, იშლება ირა. ზაგარი. და სთხოვეს, რომ დაეხმაროს. და ხო, მეხვეწებიან ხო და კარგი. ხო, რადგან ზარი ახსენე მეორე ზარზეც გადავიდეთ ახლა ამ შემთხვევაში. კი ვერ ვნახე რომელს დაურეკა, მაგრამ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში. რომელმა განახორციელა პირველმა ზარი. მოითხოვა უბრალოდ ზარის განახორციელება. შედგა, ესე ვთქვათ, სატელეფონო საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის. პრინციპში შეიძლება ითქვას ომის აი ამ ახლომოსავლეთში ომის დაწყებიდან მე მგონი მეორედ, ხო? შუალედში მე მგონი არ იყო, ერთი დასაწყისში იყო და მეორეა ახლა. და არ ვიცი ეს შემთხვევით დაემთხვა თუ ასე იყო გამიზნული არახჩის ვიზიტის შემდეგ განხორციელდა ეს ყველაფერი. ну რა თქმა უნდა, ეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე კონფლიქტს, თქვათ, ირანთან კონფლიქტსაც და უკრაინასთან კონფლიქტსაც შეეხო საუბარი ორი ქვეყნის ლიდერს შორის, ხო? შენ შეფასება, ანუ რაზე, ისე იგი, ну ერთი რაც ასე ვთქვათ, რაც თქვეს, რომ რასაც შეეხო საუბარი იყო ის, რომ ვთქვათ, პუტინმა განაცხადა, რომ 9 მაისს შეუძლია, ვთქვათ, დროებითი, ესე ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედოს უკრაინის ფრონტზე, ასე ვთქვათ, და ასევე შესთავაზა, რომ შეუძლია ეს გამდიდრების ნაწილში თანამონაწილეობა, ურანის გამდიდრების ნაწილში თანამონაწილეობა ირანთან მიმართებაში. ну ტრამპმა ისევ ჩვეული ფორმით უპასუხა ჟურნალისტებს, რომ მას ურჩევნია რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი დაასრულოს და ის თავად მიხედავს ირანის კონფლიქტს. მიხედილია ორივე კონფლიქტი. როგორც ჩანს, მოკლედ შენი შეფასება ამ ზართან დაკავშირებით, ანუ რა შეიძლება მოლოდინები იყოს ამ ყველაფერში? ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება შუამავლის როლი შეასრულა ამ შემთხვევაში პუტინმა, ამ არახჩის რაღაცა შეთავაზებები შეიძლება ქონდა, რომელიც შეიძლება დამირეკეს და მითხრეს, რომ კოლაფსია პუტინს გულისხმობს. რომ ირანმა გადასცა პუტინს, რომ კოლაფსია დაურეკე და უთხარი. მაგრამ ომამდეც ამ შემთხვევაში რუსეთი თავაზობდა შეერთებულ შტატებს მოდერაციას ამ დაპირისპირებაში და მისი შეთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ ირანში არსებული ეს და როგორც იძახიან ეს 410 კილოგრამამდე გამდიდრებულ ურანს გაიტანს რუსეთი და ის შეინახავს და აღარ ექნება ირანს შესაძლებლობა. იმედი ჩვენზე არ გაატარებენ. ხო. ანუ ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივა პრაქტიკულად ამ მომენტისთვის განულდება, მას დაჭირდება კიდევ წლები, თუმცა ამ შეთავაზებაზე ბუნებრივია უარს იძახის შეერთებული შტატები. ახლა უკრაინას რაც შეეხება, ეს ჩვენ წინა პოდკასტებში ვახსენეთ, რომ ეს encourage-ის spirit of encourage რაღაცა ეს უკვე აღარ არსებობს. ამის მიმართ უკვე ძალიან დიდი წინააღმდეგობა რუსეთში, რომელიც გამოიწვია პირველი ერთი აი ირანის კონფლიქტმა, რომ თუ ირანს შეუძლია მსგავსი ტიპის წინააღმდეგობა, ჩვენ რატო არაფერს არ ვაკეთებთ, ხო? და მოწოდება ესკალაციისკენ და მეორე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსეთზე ხდება თავდასხმები
უყაზახეთიდან, მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნებიდან დრონები თავდასხმები იგივე ეს ტუაფსეს ნავთობსაცავი, რომელმაც საკმაოდ ისეთი ყველაფერს თავი დავანებოთ პრესტიჟული ზიანი მიაყენა, ხო? რუსეთს, იმიტომ რომ ხა ის ქალაქი მაგალითად პერმი საკმაოდ სიღრმეში მდებარეობს რუსეთის და მასზე თავდასხმაც გამოწვევა. თან ხო, ანუ ტრამპს ამ შემთხვევაში რო ვთქვათ ამის შეჩერების ბერკეტიც არ გააჩნია და ხა სიმართლეც რო ვთქვათ ამის არ დიდი სურვილის არ აქვს. კი, ნუ ეხა ეს არსებობს რაღაცა დიდი გეოპოლიტიკური ახსნები ამის რომ ამ შემთხვევაში რუსეთი უნდა გათიშოს როგორც ნავთობ მოთამაშე ნავთობ ვაჭრობაში და ჩახსნას ეს ყბადაღებული ევროპის და რუსეთის ვაჭრობა მაგალითად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ემსახურება იმას რომ ახლო აღმოსავლეთი ჩაიხსნას ჩინეთთან ნავთობ მომარაგების და ამით მოხდეს ხო არა ჩინეთთან ამით აზიის მომარაგება ზოგადად ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკიდან თქვათ ვიეტნამის მიმართულებით და სხვა აზიური ქვეყნების მიმართულებით ნავთობი და გაზის ექსპორტი ამერიკიდან ხო ანუ თუ ამას ახლა შევხედავთ უფრო დიდ სურათს გეოეკონომიკურ სურათს ეს ძალიან ემსახურება გლობალური ეკონომიკის შენელებას იმიტომ რომ ჩვენ სუთავიდან რაზე დავიწყეთ ხო საუბარი რომ ის გლობალური სავაჭრო როგორ ვთქვა ჩარჩო სტრუქტურა რაც თავის დროზე შექმნა შეერთებულმა შტატებმა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი ხო ეს რაღაცა ეს სტრუქტურა უკვე მუშაობს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეს სტრუქტურა გამოიყენეს სხვა ქვეყნებმა და სხვა ქვეყნებმა დაიწყეს განვითარება, რომლებიც უკვე კონკურენციაში შედიან შეერთებულ შტატებთან. ამიტომ შეერთებულ შტატებმა დაიწყო აი ამ სისტემის დანგრევა თავად და ეს ქმედებებიც იგივე ეს უკრაინის კონფლიქტი, ირანის კონფლიქტიც ემსახურება აი ამ სისტემის ჩამოშლას, რომ ამითი ასე ვთქვათ შეინარჩუნოს შეერთებულ შტატებმა პირველობა, იმიტომ რომ მას გააჩნია ავტარკიულობის რესურსი. ასევე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ ამას, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს თავისუფალი საზღვაო გადაადგილების ჩამოშლაც, ასე ვთქვათ. ეს იყო, ანუ დღეს რო ადამიანი რაღაცას ვაჭრობს, ხო? ყველაფერი მისი ასე მომარაგების დაახლოებით არ ვიცი ხა რა პროცენტი, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ხდება საზღვაო ვაჭრობით, ხო? პორტებში გადაადგილდება ტვირთები, იქიდან ხდება აი ამ სამხაროებო საქონლის მომარაგება. თუ ეს თავისუფალი საზღვაო გადაადგილებაც ჩამოიშლება, ეს ყველაზე დიდ ზიანს არტყავს ამ გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ თავისუფალ ვაჭრობას და რაც თავარია პატარა მესამე მეორე სამყაროს ქვეყნების განვითარებას. იმიტომ რომ რეალურად მათზე მუშაობდა აი ეს მსგავსი ტიპის ესეთი იაფი თავისუფალი ვაჭრობის ესეთი ფორმატები. ნუ ხო ესეთი დიდი სურათი შეიძლება დახასიათდეს ასე რომ შეერთებული შტატები ებრძვის თავისუფალ გლობალური ეკონომიკის განვითარებას, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ამ პერსპექტივაში ის დაკარგავს პირველობას. და ნუ რაღაცა თვალსაზრისით არ არის ასე ვთქვათ სიმართლეს მოკლებული ის მოსაზრება, რომ ის ცდილობს ყოველ შემთხვევაში ენერგორესურსების ბაზარზე მონოპოლიას, ასე ვთქვათ, მონოპოლიის დამყარებას იმ თვალსაზრისით, რომ იმ რეგიონებში შექმნა პრობლემები, რომლებიც სადაც ვთქვათ ხდება მოპოვება ენერგორესურსების და საიდანაც ხდება ამ რესურსების ექსპორტი, ხო? რეალურად ყველა ქვეყანას, რომელიც მეტნაკლებად ექსპორტიორია, გარკვეული პრობლემა აქვს რუსეთი იქნება ეს სანქციების თვალსაზრისით თუ ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ეს კონფლიქტი უქმნის, ვთქვათ, საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტის პრობლემას და იქ რაღაცა ვენესუელა იყო და ის ვენესუელას ნავთობს ახლა როგორც ჩანს უკვე ამერიკა სრულად აკონტროლებს, ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთია ის ზედაპირული ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და მნიშვნელოვანწილად ხდება ზრდა ევროპის დამოკიდებულების ამერიკულ ენერგორესურსებზე, აზიურ ქვეყნებში, ანუ ჩინეთის გარდა ვთქვა, სხვა დანარჩენი ქვეყნების იზრდება ექსპორტი, უბრალოდ იმპორტი ამერიკიდან ენერგორესურსების. მოკლედ რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით ცდილობს აი ამ მონოპოლიას ამ ბაზარზე. ეგ თემა რომ გავაგრძელოთ, ალბათ გახსოვთ გასულ წელს ნიგერიას რო დაემუქრა
დონალდ ტრამპი ხოცავენო იქო ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, ხა ქრისტიანების დამცველი არისო დონალდ ტრამპი. ნიგერია არის ერთ-ერთი მთავარი ნავთობექსპორტიორი ქვეყანა და მასზე სურს გავლენის ბერკეტები და ბოლოს გავცენდა ინფორმაცია, რომ მსგავსი პოლიტიკური ზეწოლის სამიზნე აღმოჩნდა ალჟირიც. ალჟირი არის ესე კახეთისკენ რომ მიდიხარ ნავთობმოყვარე. ჭაბურღილი ბურგზა აცდა მე მგონი მაგას და ხო, მაგრამ მე მგონი ჩვენ თუნა დავბომბოს ეს. ხო, ну ალჟირიც არის თავარი ესეთი გაზმომარაგებელი სამხრეთ ევროპის, მე მგონი ნავთობიც აქვს გარკვეულწილად და მას მოსთხოვეს რომ შეერთებული შტატები შევიდეს ალჟირის უსაფრთხოების სისტემაში, ხო? ანუ ეს მიმართულება არის, თუმცა საბოლოო ჯამში თუ ანუ ცოტა რთულად წარმომიდგენია, აი ამ სქემის განხორციელება, რაც არის ახლა შეერთებული შტატების ესეთ გეგმაში ზოგადად რაღაც ნავთობით პარალიზება გლობალური ეკონომიკის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არა, სურვილებზე საუბარი და მაინც შესაძლებლობები. თვითონ შეერთებული შტატებსაც სურთავს, რომ მაინც გლობალურ ეკონომიკაში, ანუ ბაზარი საერთოა, ხო, იქ რაღაცა გაძვირდება, ამერიკელ მოქალაქეს უძვირდება ისე, ხო? ექსპორტი გაუძვირდება, ანუ კუთხით, ნუ ექსპორტის გაძვირება შეიძლება აწყოს. მე მგონი ნელა უნდა დავას, რომ ჩვენ თუ გახსოვს ის ხუმრობა, რომ ესპანეთსაც აქვს. ნუ ინგლისურად ჟღერს კარგად, ოილი ამ შემთხვევაში. ოღონდ ზეითუნის ზეთი აქვს. ხანთა შუა ზღვაში ყველას აქვს ზეითუნის ზეთი. ხო. კარგი, მადლობა შოთა, ესე იგი, დღევანდელი განხილვისთვის თქვენ უსმენდით საქართველოს რადიოს ეთერში 103-ზე 52 პარალელი საერთაშორისო მიმოხილვას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და დაგვიმეგობრეთ Facebook-ზე და TikTok-ზე. იმისათვის, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები, რომელსაც შემოგთავაზებთ დრო და დრო, კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალი მიმოხილვისას. ახონდის.